სახელითა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ მოვისმინეთ სახარება, სადაც აღწერილია სინაგოგის ერთ-ერთი მთავრის იაიროსის ქალიშვილის განკურნების შესახებ. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრია, მაგრამ ახლა ორიოდე სიტყვით ვიტყვი, როგორც იყო, თქვენ კი მოусმინეთ, მაგრამ ზოგიერთისთვის შეიძლება ცოტა, რადგან ძველ ქართულად იკითხება ხოლმე, თუმცა ესეც ქართულია. ძველია თუ ახალია, ესეც ქართულია და ქართველმა უნდა იცოდეს ძველიც და ახალიც. დამწერლობაც და მისი გაგებაც უნდა ჰქონდეს, ესე იგი ქართულია, ჩვენ თუ არ ვისწავლეთ, აბა სხვა ვინ ისწავლის. მით უმეტეს ის ძველი ქართული დამწერლობა ასომთავრული და ნუსხახუცური. ესე იგი მორწმუნე ადამიანებმა თუ აიციან, მეტი სხვა ქართველმა ეს არ იცის, თუ რაღაცა სპეციფიურად არ სჭირდება მას. და მით უმეტეს ეს უნდა იცოდეს, ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს და ზოგადად ქართველმა უნდა იცოდეს თავისი დამწერლობა. ესე იგი, სინაგოგის მთავარი მიდის მაცხოვართან და ევედრება, რომ მასთან მივიდეს სახლში, რომ სნეული გოგონა ჰყავს. და ამ დროს მაცხოვართან მოდის ერთ-ერთი სისხლმდინარე დედაკაცი, როდესაც მაცხოვარი იაიროსის სახლში მიდის და მის შესამოსლის კიდეს შეეხება. იმ რწმენით, რომ თუ მის შესამოსლის კიდეს შეეხება, განიკურნება. მრავალი წლის განმავლობაში, 12 წლის განმავლობაში, ესე იგი სისხლდენით იტანჯებოდა ეს ადამიანი და მართლაც რომ შეეხო განიკურნა. და ამ დროს ესე იგი მაცხოვარი გაჩერდა და კითხულობს, რომ ვინ შემეხო მეო და მოციქულები ეუბნებიან, პეტრე მოციქული ეუბნება, უფალო, შენ ამდენი ხალხი ერთად მივდივართ მჭიდროდ და შენ როგორ ამბობო, რომ ვინ შემეხო, ყველა გეხებაო და არა, უფალი ამბობს. ვიღაც შემეხო, მე ვიგრძენიო, რომ ძალა გავიდა ჩემგან. და რატო ჩერდება მაცხოვარი და რატო ააშკარავებს იმ ქალბატონს? შემდეგ ის ქალბატონი გამოვა და იტყვის, რომ მე ვიყავი და ამის გამო, ამ რწმენის გამო. და მაცხოვარს უნდა რომ დაანახოს იაიროს, რომ რწმენით შეხებას მაცხოვართან რამხელა ძალა აქვს და თავარია რომ ირწმუნოს იაიროსმა და მისი ქალიშვილიც განიკურნება და ამ დროს მოდიან იაიროსის სახლიდან და ეუბნებიან, რომ ნუ გააწვალებ მოძღვარსო, შენი ქალიშვილი გარდაიცვალა. ძალიან გთხოვთ, სურათებს ნუ გადაიღოთ. აი ნახეთ იქ ტაძარზე რა არის გამოკრული, არ გადაიღოთ, უნდა იკითხოთ მაინც. ჩვენ ესეც საკითხს ვლაპარაკობთ, ახლა გავჩერდეთ და გავიღიმოთ, რომ სურათში კარგად გამოჩნდეს. შენ ვისაუბრო და სურათები ეზოში. ესე იგი, მაცხოვარს უნდა რომ ამ იაიროსში იყოს ეს რწმენა, შენ თუ ირწმუნებ, შენი შვილი გადარჩება. მოდიან და ეუბნებიან, ნუ გააწვალებ მოძღვარ, შენი შვილი გარდაიცვალა. და მაცხოვარი ეუბნება, შენ მთავარი აქ წამდესო და იცოცხლებს შენი შვილი. და მართლაც მაცხოვარი მიდის თავის სამ მოწაფესთან, პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან ერთად და ამ გოგონას ეტყვის, რომ ყრმაო აღსდექიო და ეს ყრმაც წამოდგება სრულიად ჯანმრთელს. და ახლა რას მინდა მე ხაზი გავუსვარო, ნახეთ, მამა მივიდა და ევედრება უფალს. და აი ამ მამის ვედრებას უფალი არ ტოვებს შეწევნის გარეშე და ზოგადად მშობლის ვედრებას, მშობლის ლოცვას უფლისადმი გამოხმაურება ყოველთვის აქვს და ეს გამოხმაურება და კურნება ზოგჯერ ხილულია და ზოგჯერ უხილავ. ზოგჯერ ახლავეა და ზოგჯერ შეიძლება წლების იქით იყოს. მაგრამ შეუძლებელია, რომ როგორც წმინდა ამბროსი მედიოლანელმა უთხრა ერთ-ერთ მორწმუნე დედას, წმინდა მონიკას, ნეტარი ავგუსტინეს დედას, შეუძლებელია, რომ ღმერთმა უგულებელყოს დედის ცრემლიანი როცა და ვედრება ღვთისად.
არ უგულებელ ყურსუფად. და ესე იგი მეორე მხარეა კიდე ის, რომ ჩვენ დავიმსახურებთ თუ არა იმას, რომ დედა და მამა ესე ეძრებოდეს სულფას. რატო ვამბობ ახლა? ზოგ შემთხვევაში ის ხდება, რომ დედა დაწყევლის თავის შვილს. ერთი მხარე ისაა, რომ დედის დანაშაულია, რომ დედამ არ უნდა დაწყევლოს შვილი, მაგრამ ზოგჯერ შვილი ამას მართლაც დაიმსახურებს ხოლმე. დაიმსახურებს არა პირდაპირი გაგებით, არამედ როგორ შეიძლება დედის წყევლა დაიმსახურო არა, მაგრამ ესე იგი, როგორ წერია, რომ ლოცვითა მშობელთათა დამტკიცდების საფუძველი სახლთან. ჯვრის წერის ლოცვაში წერია, რომ მშობელთა ლოცვით განმტკიცდება ამ სახლის საფუძველი იმ ოჯახისა, რომელიც ეხლა იქმნება. მაგრამ სხვა მხრივ წერია, რომ წმინდა წერილში იგივე, რომ მამის კურთხევაო ააშენებს ადამიანსო და დედის წყევლა საძირკვლამდე დაანგრევს. აი ჩვენ ესე იგი დამოკიდებულება ჩვენი მშობელთან ძალიან მნიშვნელოვანია ესე. თავად მაცხოვარმაც ნახეთ გალილეის კანაში, როდესაც ის არაპირებდა, რომ სასწაული მოეხდინა, თავისი მშობლის თხოვნით გააკეთა ეს. ასევე აი თქვენ იცით ხატი მოულოდნელი სიხარული. იქაც ასეა, არაპირებდა მაცხოვარი რაღაც გაეკეთებინა, მაგრამ გააკეთა, იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის თხოვდა ამასთან. თავად მაცხოვარი ამბობს, ამ ხატის ისტორია შეგიძლიათ წაიკითხოთ. ის, ვინც არის ამ ცნების მომცემელიო, პირველი თავად უნდა ასრულებდეს ამ ცნებას, მშობლის პატივისცემის მცნებას და ამიტომ აღასრულა ის, რაც სთხოვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. იგივე ათონის წმინდა მთაზე ვატოპედის მონასტერში არის ერთ-ერთი ხატი, რომელსაც იგივე შინაარსი აქვს, ესე იგი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნების გამო გაკეთდა ის, რაც შეიძლება მაცხოვარს არ გაეკეთება. და ამიტომ მაცხოვარი ნახეთ როგორი სიმდაბლეა, როგორი თავმდაბლობაა, რომ ღმერთი ადამიანს უჯერებს, მაგრამ ეს ადამიანი არის დედა, მშობელია და თავად მოგცა ეს მცნება, რომ თუ გინდა რომ დღეგრძელი იყო და ესე იგი სიკეთე გქონდეს, მაშინ პატივი უნდა სცემ მამას და დედას. სხვაგან წერია, რომ ესე იგი დედისა და მამის აუგის მთქმელსო ლამპარი ჩაუქრება უკუნეთ სიბნელეში. უკუნეთ სიბნელეში ყველაზე მეტად კაცს ლამპარი ჭირდება. და შეიძლება ჩვენ სიბნელეში არასოდეს არ მოხვდეთ, მაგრამ რაღაცა აუცილებლად დაგჭირდება. და რაც დაგჭირდება, შეიძლება ის გამოგეცალოს ხელიდან მაშინ, როდესაც შენ დედის და მამის მიმართ ესეთ დამოკიდებულება გაქვს. სხვაგან წერია ასევე წმინდა წერილში, რომ ესე იგი დედის ურჩ და მამის დამცინავ თვალებსო ხევის ყორნები ამოკორტნიანო. ეს ახლა ვიღაცამ შეიძლება პირდაპირი გაგებითაც გაიგოს, ვიღაცამ გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ ყველა შემთხვევაში და კიდე ასეთი რამე წერია, კიდე უფრო მძიმე. დედისა და მამის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს. როდესაც წმინდა წერილი რაღაცას ორჯერ ამბობს, აი სიკვდილით მოკვდეს, ახლა გარდაცვალებით ყველა გარდავიცვლებით, სიკვდილით მოკვდეს ნიშნავს, რომ მისი სული წარწმუნდება. პირველი სიკვდილით ყველა მოკვდება, რასაც გარდაცვალებას უწოდებთ, მაგრამ აი ეს მეორეა მთავარი. სულის სიკვდილზე აქვს თავად საუბარი. ამიტომაც ეს ძალიან საფრთხილო საქმეა ჩვენი დამოკიდებულება მშობელთან და ისეთი შემთხვევებიც უამრავია, რომ მშობლის ლოცვით რამდენი სიკეთე ჰქონიათ შვილებს. და ამიტომაც და კიდე რა, რომ ძალიან რთულია, რომ მშობელს მოაწონო თავი. ძალიან ადვილია უცხო ადამიანს მოაწონო თავი, მაგრამ მშობელი აი ხუთი თითივით რო გიცნობს, იმას მოაწონო თავი და მართლაც მისი გული ხარობდეს შენით და მისი გული გლოცავდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ მისი გული გლოცავს და ასე გავედრებს უფალს, მაშინ მართლაც სიკეთე გექნება და დღეგრძელობაც გექნება. და თუ არა და მაშინ იმ წყევლას დაიმსახურებ, რაზეც საუბარია წმინდა წერილში.
და ეს წვეულა კიდე ისე არ ჩაივლის, ეს სულიერი კანონია, ვერ გაიქცევი ვერსად. ადამიანს გაუმწარებს ცხოვრებას. იქამდე სანამ არ მიხვდება რომ და შეინაროს და სხვა გზას დაადგეს. აი ვერანაირი ხორციელი თუ მატერიალური თუ ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობებით ადამიანი ამას ვერ გაეცეს სულიერი კანონი ეს ღვთისგან ჩადებული. და იქ წერია რომ აქ დაწერილი ერთი სიტყვა აი ცადა მიწა გადავა და აქ დაწერილი ერთი სიტყვა არ გადავა ისე რომ არ ახსრულდეს. ის ახსრულდება. ამიტომაც აი ჩვენ ამის უნდა გვეშინოდეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ამის იმედი უნდა გქონდეს რომ თუ ასე მოვიქცევით მაშინ სიკეთე გექნება. თუ არა ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენ ცხოვრებასაც ადამიანების ცხოვრებას ვინც არ არის მშობლის მიმართ აი სწორი დამოკიდებულება არ აქვს პატივისცემით არ არის განწყობილი როგორ მისდის აი უბრალოდ სუროდ დახუროთ წმინდა წერილი არა წმინდა წერილს ყოველდღე უნდა კითხულობდეს ადამიანი დაუშვათ ვიღაცას არ აქვს დაკითხული წმინდა წერილი არ წმინდა ბარბარეს არ ქონდა წმინდა წერილი დაკითხული მაგრამ ღმერთი შეიცნა იმ ბუნების შვენიერებას აი ჩვენ ადამიანების ცხოვრებას დავაკვირდეთ და იქ დავინახავთ ღვთისმცნებელს როგორ აღესრულება და რა შედეგები მოაქვს და რომ მიზეშედეგობრივი კავშირი არსებობს და ეს ყველაფერი სულიერ კანონებზეა დამოკიდებული. არა იმაზე რომ ადამიანი ასეთი მაგარია, ისეთი მაგარი. არავინ არ არის მაგარი. მაგარი ის არის, ვინც თავისი თავი არაფრად ჩააგდო და ღვთის მორჩილებითა და სიმდაბლით მიდის. აი დღევანდელ სახარებაში როგორ ამბობს? მოდითო ჩემთანო ყველა დამაშვრალი, ტვირთმძიმე და მე გამგისვენებთ. და ისწავლეთო ჩემგანო რომ შვიდი ვარ და მდაბალი გულით და იპოვით თქვენი სულის განსვენებას. ჩვენ ყველა სიმშვიდე გვინდა, მასვენება გვინდა, მაგრამ არსებობს სულიერი კანონი და ადამიანი ტაძარში რომ მოდის, ესე იგი, პირველი ეს უნდა ისწავლოს. აი ზოგჯერ ჩვენ ვკითხულობთ, არ ვიცი წესები როგორ მოვიქცე. აქ არაფერი წესები არ უნდა. ეს არ არის ის რაღაცა წესები შეასრულო. აქ უნდა ისწავლო მთავარი, თორე წესებს ისინიც ასრულებდნენ მათ ხო არის რომ ამხელს. ესე იგი თქვენო მეათეც წირავთო, პიტნაკისასო, ცერეცოისას, ძირაკისას, ანუ მწვანილების მეათეცსაც კი წირავთ. ესე წვრილმანდებით რომ აი ამაშიც კი აი როგორც სხვაგან ამბობს რომ კოღოს დაწურავთო და აქლემს შთანთქამთ ანუ კოღოსნაირ პატარა რაღაცას გამოწვლილით გააკეთებ და აქლემისნაირ დიდ საქმეს უგულებელ ყოფთ. დაკაც ამას ეუბნება მეათეც წირავთ ამ მწვანილებისა და თავარი კიდე სამართალი, წყალობა, სარწმუნოება მიტოვებული გაქვთ. აი გარი მთავარი, აი გუნა ისწავლოს ტაძარში რომ მოდის ადამიანი. ის რაღაცა მეწველმანეობა კი არა. ჯერეს უნდა ისწავლოს და როგორ ეუბნება უფალი. ჯერეს უნდა შეგესრულებინათო სამართალის წმენა, წყალობა და არც ის უნდა დაგეტოვათ. ან ჯერ რომ თავარ შეასრულებ, მერე ისიც ის წესიც იმისთვის არის, რომ აი წესი დაახლოებით ის არის, ხეს რო ფოთლები აქვს, ხო ჭირდება ხეს ფოთლება, ხისთვის ფოთოლი არ არის თავარი ნაყოფი, მაგრამ ის ფოთოლი ეხმარება იმ ნაყოფსაც. და ჩვენთვის თავარი ნაყოფია. ნაყოფი კიდე როგორ ამბობს მოციქული პავლე, რომ სულიერი ცხოვრების ნაყოფი რა არის? სიხარული, სიყვარული, მშვიდობა, სარწმუნოება, მარხვა, მოთმინება და ასეთებისთვის რჯული არ არის. რადგანო ქრისტიანებმა თავისი თავიო ჯარსაცესო ქრისტესთვისო თავისი ნებებთან და გულის თქმებთან ერთად. იმიტომ მათ უკვე შეწირეს ქრისტეს თავის თავი და ამათთვის რჯული არ არის ესეთებისთვის. ამიტომაც ეს არის რაც ადამიანმა უნდა ისწავლოს, რომ ღვთისმცნების ცხოვრება უნდა ისწავლოს. თავარი ეგ არის, ამ მცნების თავარიც კიდე არის სიყვარული. და სიყვარული სიმდაბლის გარეშე არ არსებობს, მორჩილების გარეშე არ არსებობს. თუ ადამიანი ეცდება რომ ეს მთავარი ისწავლოს, ის იქნება იმ გზაზე, რომელიც მაცხოვნებელია და აი ამ გზაზე დგომა აქვე სიხარულს მიანიჭებს ადამიანს. და თუ ადამიანი მარტო ჩაუკირკიტდება და იმ რაღაცა წესების შესრულებას დაიწყებს ამ მთავარის გარეშე, მისი სული ცოტა ხანში დაიღლება და ის ვერ გაჩერდება ამ წიაღში, დატოვებს.
ესეთი არაერთი ყოფილი. ამიტომ ჩვენ უფალს უნდა ვთხოვოთ, რომ გვასწავლოს როგორ და გვასწავლეს აი დღევანდელ სახარებას წყვეს იყო. ისწავლეთ სიმდაბლე და სიმშვიდე მორჩილება. აი ეს არის გვასწავლეთ და თუ ჩვენ ამას მივყვებით, ჩვენი სული არ დაიღლება. და ჩვენ ყოველთვის, როგორ ამბობს დავით მეფსალმუნი, განახდეს ვითარცა ორბისა სიჭაბუკე შენი. ადამიანის სულიერი ცხოვრება ყოველთვის განახლდება და განახლდება. ყოველ დღე ერთი და იგივე და მოსაწყენი კი არ იქნება. შეიძლება ადამიანი გარეგნულად ერთ და იგივეს აკეთებდეს ქრისტიანის ცხოვრება, მით უმეტეს ჩვენ თუ შევხედავთ ბერების ცხოვრება, ყოველ დღე ერთი და იგივეა გარეგნულად, მაგრამ შინაგანად სულში ძალიან დიდი მოძრაობა არის. მოძრაობა სიკეთისაკენ და აი ეს უნდა იყოს მრევლის წევრებში. ჩვენ შეიძლება გარეგნულად ერთნაირად ავასრულებთ დილიდან საღამომდე, მაგრამ ეს შინაგანად უნდა ხდებოდეს და პირველ რიგში ამას თავად უნდა ხდებოდეს. მერე ვინ მიხვდება? მერე მიხვდებიან ოჯახის წევრები. იმიტომაც ვთქვი, რომ მშობელს ვერ მოატყუათ. ეს გარეთ შეიძლება მოატყუათ, ასე ნიღაბი გაიგეთო, მაგრამ მშობელს ვერ ითვალთ მაგცეთ. ზე პირად იცის შენი თავი. ხო? ამიტომაც თუ მშობელს მოაწონა ადამიანმა შენი ცხოვრების თავი და მისი გული დაგლოცავს. ეს იქნება მართლაც ღვთისმცნების აღსრულება ჩვენზე. და ეგ იქნება ჩვენთვის ბედნიერების მომნიჭებელი და მაცხოვნებელი გზა. ამიტომაც აი ნახეთ პატრიარქმა როგორ გითხრა, ყოველ დილით, როდესაც ადგებით, მიდით მშობელთან, თავი დაალოცინეთ, ხელზე ემთხვიეთ. ახლა ჩვენ გულებში ჩავიხედოთ. მე პირადად ვასრულებ ამას. ამას სიამაყით კი არ ვამბობ, არამედ აი რომ ვემორჩილები ამას და ვასრულებ. ჩვენ ერთად არ ცხოვრობთ, მე მშობლებთან ერთად არ ცხოვრობ, მაგრამ თქვენც გინახავთ აქ რომ მოდის მამაჩემი, აქ ვემთხვევი ხელზე, თავს დავალოცინებ. და ამ დროს ღმერთი დაგლოცავს, პატრიარქი მეუბნება. და აბა ვასრულებთ. იქნებ გვერიდება. იქნებ გონია რომ აი ჩვენი მშობელი არ ცხოვრობს ეკლესიურად და ეს როგორ მიუხედავად ყველაფრის. მიდი აიღე მისი მარჯვენა ხელი, ემთხვიე, დაალოცინე თავი. ისიც დაგლოცავს. ეს შენთვისაც კარგი იქნება და მშობლისთვისაც კარგი იქნება. ჩვენ გვინდა რომ ესე იგი აი რაღაცა რთული რაღაცა შევასრულოთ და მერე იქნება გადარჩენა. ერთ მაგალითს მოვიყვან. ნეემან ასური სირიიდან დამასკოდან ჩავიდა ისრაელში ელისე წინასწარმეტყველი უნდა ენახა. კეთრით არის დაავადებული ნეემან ასური. და შეგზავნა მსახური და ელისე არ გამოვიდა. და ელისემ უთხრა თავის მსახურს გეეზის თუ არა ვწდები გეეზი ერქვა. დააბარა წავიდესო ეგ უთხარიო მდინარე იორდანეშიო სამჯერ განიბანოსო და განიკურნება. ახლა ეს ნეემან ასური ზეგი გაბრას და ამ სიშორეზე ჩამოვედიოდა განალო ითო ჩვენთან მდინარეების მეტი რა იყო ჩავიდოდიო და განვიბანებოდიოდა. ეს რა მითხრა როგორ არ გამოვიდაო ჩემთან შესახვედრათო და რაღაც ძალიან მარტივი რამე მითხრაო და როგორ შეურაცხყოფილად გძნობს თავს და მის მომსახურმა უთხრა შენთვის რომ რაიმე რთული დაევალებინა ხო გააკეთებდი აი რაღაც რო დაევალე მთელი მსოფლიო მოიარე და განიკურნე ხო გააკეთებდი აჰა რა გინდაო რა მარტივი რამე გითხრა ჩადიო და დაიბანე ჩავიდა განიბანა სამჯერ და ამოვიდა სრულიად ჯანმრთელი და ჩვენ გვინდა რომ რაღაცა ის გავაკეთოთ სირთულე აი პატრიარქმა გითხრა გინდა რომ ღმერთმა დაგლოცოს ემთხვიე სახში არა თავშობელი ემთხვიე ხელზე დაალოცინე თავი და იქნები გვიტივით კარგად თუ არა და მაშინ რაც მოგივა ის შენ თავს უნდა დააბრალო ამიტომ აი არაერთხელ მithქვამს საბერძნეთში ქართველმა ბერებმა კითხეს ბერძნებს ასეთი გამოთქმა აქვთ თუ მოხუცი არ აკყავს სახლში ფული გადაიხადე და იყიდეო რომ ჭკუის დამრიგებელი გყავდეს ჩვენ სამწუხაროდ იქამდე მივედით რომ
აქეთ ფულს ვიხდით, ოღონდაც წაიყვანონ ეს მოხუცისადმი თავშესაფარში. ესმით. იმათ რა თქოს, პირიქით აქეთ მოიყვანონ. ჩვენს ფულს ვიხდით, რომ წაიყვანონ. აი ესე ცუდ მდგომარეობაში ვართ ზოგ შემთხვევაში. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გავყოფით. ჩვენთან არის ღმერთი.